მივყვებით საფრანგეთში სკოლა თავითიანი და სკოლა პირველი გიმნაზია სასაფლაო ლეველზე, სადაც არიან დაკრძალული ჩვენი წინაპრები. მე შევეცდები ახლა რომ ჩავიწერო ჩვენი ჯგუფის წევრების ემოცია თუ რას გრძნობენ, როდესაც ამ სასაფლაოზე ვიყვებიან. მე გახლავართ ტევე დავითიანის ჟურნალისტი ლიკა ფრუიძე და ჩვენ ახლა ვიყვებით ლეველის სასაფლაოზე, სადაც არიან ჩვენი წინაპრები დასაფლავებული. საკმაოდ ახალ ემოცია გქონდათ, როდესაც ამ სასაფლაოზე ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. მე ვარ საქართველოს ომის და შეერთებების ვეტერანი. და კედის ქართულ საფლავი. ახლა ძალიან ემოციურია. დავიღება. უნდა მივხედოთ ჩვენწინაპრების ზონას და ავაშენოთ ახალი ომავა. ეს ყველზეა უკვე. ახლა საშენება. არადო ზარმიაქციო პრობლემა რა იყო. აიქნება იმაზე. მადლობა ძალიან დიდი. ალბათო თამარი, რა ემოცია გეუქლებათ, როდესაც ამ სასაფლაოზე ხართ? რა ემოცია მეუფლება და როგორც ბრძანეს ჩვენი მიწა და ასე მგონი ჩემ წინაპრების სასაფლაოზე ვარ და ყველა რო თავის მოგვარეს ეძებს და მეც ვიპოვე დაახლოებით ჩემი მოგვარება. ვარ ბედნიერია და არა მხოლოდ ამ სასაფლაოს მოძები და რო უყურებ და იცი რა შენი წინაპრების და შეიძლება ჩვენი პირადი წინაპრები ამა პირდაპირ ისეთ, მაგრამ სიამაყეს გძნობა მაქვს რა ვქნა. იმიტომ რომ იქაც კი მეამაყებოდა ის ამ ხელა მამულის შენარჩუნება და ამის ორგანიზება შეძლო დამეტია ჭყიგუშვილმა და აქ რო ეს მოახერხეს და ამათ წინაპრის ჩვენი წინაპრებს ძულებსაც პატივცემენ ჩვენც ამ ხელა სიამაყეს შეგრძნება განგვაცდენს რომ მოვედი და მიხარია ვიღაცასაგე ჯაყელი ნახა უხარე მე ჩემი გვარი მიხარია სულ რო არ იყოს მაინც მიხარია იმიტომ რომ ჩვენი ქართველები არიან სიამაყეს შეგრძნებას მიუხედავად იმისა რომ ძულები არის მათი მინდა რომ ესე მამაკები ვიყოთ ყოველთვის. რა ემოცია გეუფლებათ, როდესაც ამ სასაფლაოზე იმყოფებით? ემოცია არის ნამდვილად განსაკუთრებული და თან ანუ ჩემი მოგვარეც ვიპოვე და არაჩვეულებრივი აი რაღაცა სხვანაირი ვერც კი ავწერ, ვერც კი ვარქმევ სახელს ეს არის ძალიან შთამბეჭდავი აი თითქოს კონტაქტი ემოციური კი არა და აი როგორ გითხრათ არის სულიერი დიახ სულიერი კონტაქტი ამ ადამიანებთან და ჩემ საქართველოსთან პირველ რიგში ჩემი მოგვარე ვიპოვე მიშა სტურუას საფლავი როგორც კი შემოვედი ლევილის სასაფლაოზე პირველი რაც დავინახე ეს იყო მიშა სტურუას საფლავი 73 წელს გარდაცვლილი და 73 წელს დავიბადე მეც და აი რაღაცა საოცარი შეგრძნება მაქვს ნამდვილად აი ნამდვილად რაღაცა სხვანაირი ძალიან დიდი მადლობა დიდი სადიკო ეს არის საოცარი ემოცია, აი არ ვიცი, ეს არის ბედნიერება, რომ ჩვენ დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ აი ამ მიწაზე, ამ ფრანგულ მიწაზე, ამ ლევილის მიწაზე გვიდგას ფეხი და ვათვალიერებთ იმ საფლავებს, სადაც დაკრძალული არიან ჩვენი ღირსშესანიშნავი ადამიანები, მოღვაწე პიროვნებები, რომლებმაც ალბათ არ ვიცი, უდიდესი წვლილი, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი მიუძღვით ამ ყველაფრის შენარჩუნებაში და ალბათ გავლილი აქვთ უმძიმესი პერიოდები იმ დროს, როდესაც აქ ქართველები უნდა დამკვიდრებულიყვნენ და ემოცია მაქვს არ ვიცი, ალბათ ჩვენი ქართული გენის, ჩვენი ყივილის ბედნიერებისგან აი არ ვიცი, თითქმის არ შემიძლია საუბარი ისეთი შინაგანი ღელვა მაქვს, როდესაც ვკითხულობ გვარებს, ქართულ გვარებს, ასე მოვლილ საფლავებს, სადაც ჩვენი ღვაწლმოსილი პიროვნებები ასე ღირსეულად არიან დაკრძალული. მადლობა ძალიან დიდი. თულია კიდე ამაზე საუბარი და ალბათ უფრო მეტი შეიძლება რომ ვისაუბროთ. აი სწორედ აი ეს მემორიალური დაფა არის, არ ვიცი, აი შეგიძლიათ წაიკითხოთ, რომ ამ სამარხში განისვენებს დევნილ ქართველთა ძვლების გროვა უმიწაწყოდ განწირული დრომ უდროდ დაიგლო. ანუ აი ეს სიტყვები რომ წავიკითხე, ტანში ჟუანტელმა დამიარა და
ავიცი, ალბათ ამით ყველაფერი აქ ნათქვამი. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლევილის სასაფლაოს დედის, აი ყვავილებით მიდის აგერ ფრანგი ქართველი ასე ვთქვათ, რომელმაც უნდა შეამკოს ალბათ თავისი წინაპრის საფლავი. ნახეთ როგორი მოვლილია საფლავები. ამ წუთში ჩვენ ვიმყოფებით ნამეტია გოგუაძე, ნამეტია ბერძენიშვილის და ვალოდია გოგუაძის საფლავებზე, რომელიც იყო ლევილის მამულის დედა. ხელბატონი ნამეტიას ინიციატივით, მისი იდეით გაიხსნა ეს სასაფლაო, შეგროვდა შემოწირულება, რომ ეს მიწის ეს ტერიტორია, ეს ნაკვეთი შეეძინათ და გახსნილიყო სასაფლაო. ნახეთ როგორ არის, შუა ადგილას არის ძველი საფლავები,